ჩემი პირველი ნაბიჯები შედგა 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. რის ყურების შემდეგაც მომეცა мотивация და სურვილი რომ რაგბზე შევსულიყავ. ყველაზე დიდი მიღწევა ჯერჯერობით ჩემთვის არის 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რაც იყო ჩემთვის ოცნება და ოცნების ახდენა იყო მან თამაში. კარიერის დასაწყისში როგორც ჩემთვის და ალბათ ყველასთვის ჩემი მიზანი და ჩემი ოცნება იყო რომ მეთამაშე ეროვნულ ნაკრებში. წლების განმავლობაში შეიცვალა იმით ჩემი მიზანი და ასევე ჩვენი გუნდის ჩვენი ნაკრების მიზანი ის არის რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ ჯგუფური ეტაპიდან. ახალგაზრდა მორაგბეებს ურჩევლი მიყვნენ მიზანდასახულები, შრომის მოყვარეები და დისციპლინირებულები. მაგრამ ეს მარტივი არ არის, ამას სჭირდება მუდმივი შრომა, მუდმივად დისციპლინირებულობა, რადგან ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ჯანსაღი არა მარტო სპორტსმენის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ეხმარება ჩვენ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ვიყოთ ენერგიულად. ჩემი სავარჯიშო დღის რუტინა და ჩემი არასავარჯიშო დღის რუტინა ძალიან განსხვავდება. ჩემი სავარჯიშო დღის რუტინა შედგება დილით გაღვიძება საუზმე, ვარჯიში, სადილი, დასვენება ისე ვარჯიში, მე ვახშამი და ძილი. რაც შეეხება არასავარჯიშო დღეს, მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოვდუნდე, მოვეშვა, რაც შეიძლება დიდხანს მეძინოს და არაფერი არ გავაკეთო დასვენების გარდა. რეგულარული ვიზიტები ექიმთან ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად არის უმნიშვნელოვანესი. რადგან როდესაც ექიმთან მიდიხარ და გადაემოწმები შენს ჯანმრთელობაზე და არაფერი არ გაქვს, მე ვეროთ რომ მშვიდად ხარ და ვეროთ რომ თავდაჯერებული ხარ. როგორც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ვიცოდე რა ხდება ჩემს ორგანიზმში, არის თუ არა რამე მიკროტრავმა ან არის იმის საშიშროება რომ გადაიზარდო დიდ ტრავმაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარულად ექიმთან სიარული. რაგბი ჩვენი თამაშია და ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია, ეს ორი ერთმანეთის გარეშე ვერ იქნება. რადგან თუ ჯანსაღად ვერ ვიცხოვრებთ, რაგბი ჩვენი თამაში ვერ იქნება.